მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე გიგლა ვარგოვიჩია, ქართულთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან, მინი სტუდიიდან. მიმყავს ჩემი მორიგი გადაცემა დიდი გარღვევა. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარს გახვედრებთ, სტუმარს, რომელსაც თქვენთვის ასე ვთქვათ, გაცნობა არ სჭირდება, იმიტომ რომ ის ცნობილია თავისი შეურიგებელი პოზიციით იმ საკითხების მიმართ, რომელმაც დიდ ტალღად გადაუარა საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს, მაგრამ ჩვენი მასშტაბი გვაქვს სატირალი და სადარდებელი. ქალბატონი თინა თოფურია გახლავთ დღეს ჩემი სტუმარი, მოგესალმებით ქალბატონო თინა. ქალბატონი თინას, მაინც ჩამოთვლილი გალიებს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, აკადემიკოსი, ევროკავშირის ექსპერტი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი. ქალბატონი თინა პირველ რიგში ცნობილია თავისი ძალიან დიდი ერუდიციით, ცერმისეული განათლებით და არა ისეთით, როგორიცაც დღეს ზოგიერთები ამაყობენ. და იმ შეურიგებელი პოზიციით, რაც მან მთელ საქართველოს დაანახა COVID პანდემიის პერიოდში. მე მგონი ხვდებით რაზეა საუბარი, მით უმეტეს დღევანდელ ფონზე და სანამ მე თქვენთან სასაუბროდ შემოვიდოდი და მოვიწოდეთ ჩემს ძვირფას სტუმარს, ერთი ძალიან საინტერესო დეტალი მითხრა. თქვა ქალბატონო თინა. უნდა ვთქვა აუცილებლად. იყო დრო იმ COVID პანდემიის პერიოდში, როცა ქალბატონ თინას აუცილებელი ადამიანები, ანუ თქვა ანდევაქსერები ეუბნებოდნენ მადლობას, ეხლა აცრილები უხდიან ქუჩაში რო ხდებიან მადლობას იმის გამო, რომ ჩვენ რატო არ დაგიჯერეთ მაშინ და რატომ არ მივიღეთ. ხო ასე იყო. ნამდვილად. ანუ ხვდებით ყველა ერს, ყველა საზოგადოებას ხავს ისეთი ღირსეული ადამიანები, რომელთაც გარკვეული მისია აკისრიათ ჩემო ძვირფასებო. საუბარია იმაზე, რომ ერი უნდა გააფრთხილო იმ კომპეტენციის ფარგლებში, თუ რას უმზადებენ მას. ეს ყველას არ შეუძლია, ეს ყველას მისია არ არის. ჩვენ ამ დღევანდელ დიალოგში შევეხებით ამ თემებსაც, მაგრამ ეხლა უკვე დავიწყოთ მთავარით. ქალბატონო თინა, პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, COVID პანდემიის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებაზე მინდა დავსვათ და იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ეგ ბეჰებადთან დაკავშირებით, ცითელასთან დაკავშირებით, სხვა დაავადებებთან დაკავშირებით, მაგრამ შეფასება და რევიზია რაც უკვე დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ალბათ თქვენ განავრცობთ იმ თემასაც და მინდა ამას გვერდი არ აუაროთ, ის რაც ნეგატიურად ფასდება და მასშტაბურად, ტოტალურად ფასდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის იმაზე აქვს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სამწუხაროდ დუმს. გესმენთ? სამწუხაროდ, ეხლა გამოქვეყნდა უამრავი ფაილები, იგივე ფაუჩის პირადი ჩანაწერები, მისი სატელეფონო საუბრების აღდგენა მოხდა წაშლილების. გამოძიებაშია და თავიდან ბოლომდე აღადგინეს. თავიდან ბოლომდე აღადგინეს. ჯერჯერობით ნაწილია გამოქვეყნებული და ფაქტიურად ბატონო გიგლა გამოდის, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის ყველაფერი არ იყო შეთქმულების თეორია, არამედ რეალურად არსებობდა. როგორც ბრაზგდებდნენ თქვენ ცნობილ გადაცემაში და ცნობილი ივითომ ექსპერტები. კი ბატონო. და აღმოჩნდა, რომ შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ იყო და არა შეთქმულების თეორია. ეს გამოქვეყნდა ასევე ჯეფრი ეპშტეინის ფაილები, 6 მილიონ ფაილში არის, რაც არის გაშიფრული იქიდან 2500-ზე მეტი მიმოწერა მისი ბილ გეიტსთან, სადაც პირდაპირ ამბობენ იმას, რომ მათ ჭირდებათ ეპშტეინს ჭირდება თავისი გეგმის შესრულებისათვის, გეგმა არის დეპოპულაცია, ანუ მოსახლეობის შემცირება. მას ჭირდება ჯანმრთელობის სისტემა და მას ჭირდება ექსპერტები, ექიმები. და ბილ გეიტსი პასუხობს, რომ ამას მე ჩემ თავზე ვიღებ, მაგაზე არ ინერვიულო. და ეს არის ჯანმო, ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემები და მთავრობები. რაც მოხდა, ყველამ ვიცით, ამას აღარ გავიმეორებ, დროს არ დავკარგავ. ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ზუსტად გამოხმაურება მინდა გავაკეთო იმაზე, რაც მოხდა ამერიკაში რამდენიმე დღის წინ. 22 სექტემბერს 25 წლის პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ისაუბრა იმაზე და გვერდზე ედგა კენედი და მან ეს გაიმეორა, რომ მთელ ქვეყანაში ამერიკაში იქნება ნებაყოფლობითი აცრები, ეს ძალიან დიდი საქმეა და გადაწყვეტილებას მიიღებენ მშობლები ექიმებთან ერთად.
ამითი არ დაირღვევა მოსახლეობის ბავშვის და მისი მშობლების უფლებები. არის ლაპარაკი არასრულწლოვან ბავშვებზე, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ვაქცინები უნდა იყოს გაკეთებული არა ერთდროულად 6 და 7, არამედ ცალ-ცალკე თითო ვაქცინა. მოკლედ, რამოდენიმე დღის წინ, აი ახლა ერთი კვირის წინ, მან გამოსცა უკვე აღმასრულებელი ბრძანება. მანამდე იყო ცალ-ცალკე ბრძანებები, დაკანონება იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში რთული სიტუაცია არის, იქ არის 50-ზე მეტი შტატი და ყველა შტატი არიზიარებს მის შეხედულებას. ამიტომ საჭირო იყო აი ამ ახალი ბრძანების გამოცემა, რომელიც ახლა გამოიცა. თორე ახალი არაფერი აღარ უთქვია მან ეს სხვა და ეტაპურად ეს ყველაფერი კეთდება. ამან გამოიწვია დიდი რეზონანსი, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში. აი 2 დღის წინ ჯანმოს დირექტორმა ჩვენ შავკას რო ვეძახით, გაანკეთა განცხადება, რომ ის არ ეთანხმება, რომ ეს არის არასწორი პოზიცია და ჯანმო ამას არ ეთანხმება და არ დაუშვებს. პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი ეს ყველაფერი. ამ თემებმა სამწუხაროდ მიიღო პოლიტიკური ხასიათი და რატო? იმიტომ რომ შტატების ნაწილის სენატორები, პრეზიდენტები თუ რაც ქვია, გამგებლები არიან რესპუბლიკელები. და ისინი შეიძლება ეთანხმებიან კიდევაც, მაგრამ ტრამპის ჯინაზე და კენედის ჯინაზე ისინი არ ცნობენ ამ მის კანონებს. აი მაგალითად ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა გაართულა პირიქით. და ის ბრძანება, რომელიც იყო მანამდე, რომ იქ მაცხოვრებელი ამიშები, ეს არის ესეთი მიმდინარეობა ამიშების, რომლებიც ლოკალურად ცხოვრობენ რამდენიმე შტატში, მაგრამ არიან ნიუ-იორკის შტატშიც. სადაც არის 2 სკოლა ამ ამიშების. ისინი განთავისუფლებულები იყვნენ ნიუ-იორკის შტატის ბრძანებით, რელიგიური მიზნებით, мотивაციით ამ აცრებისაგან. იმიტომ ისინი არ ცნობენ აცრებს. და ახლა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა გამოსცა ახალი ბრძანება სასამართლოს მეშვეობით, რომ ეს ესე იგი გაბათილდეს ეს კანონი მათ შტატში და ყველა აიცრას თუ არა და დაჯერებდებიან მშობლები და სკოლებიც. ნუ ეს არის გაკეთებული სუფთა პოლიტიკური. ანუ ფინანსურ სანქციებზე გავიდნენ, ხო? რომ შეეწინააღმდეგონ. ხო, ამის წინააღმდეგ. ნუ ეს ნიუ-იორკის შტატი და რამდენიმე შტატია, რომელიც ნაწილობრივ ექვემდებარება, ნაწილობრივ არა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ალბათ დაარეგულირებენ, ამას დრო ჭირდება, რა თქმა უნდა. ხა რამდენად გაიტანს, იქ ესე არ არის, რომ ვიღაცამ ვიღაცა დანიშნა, ან ვიღაცამ რაღაც კანონი მიიღო, თუნდაც პრეზიდენტმა და ყველა ემორჩილება, იმიტომ რომ ყველა შტატს აქვს თავისი კანონმდებლობა კიდე. რომელსაც ის აყენებს უფრო მაღლა ვიდრე ფედერალურს. თუმცა ამის უფლება არ აქვს, ეს არ არის სწორი, მაგრამ ნუ თავისებური კანონებია. იქ ჭირდება სენატის გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ კიდევ. ამან გამოიწვია ძალიან დიდი დაპირისპირება და აგრესია კენედის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის კენედის რეფორმები. და დამერწმუნეთ, რომ ახლა ჩემ ხელში რო იყო ეს გადაწყვეტა ამ აცრების, ანუ მოხდა ის, რასაც მე გავაკეთებდი და რასაც მე 40 წელიწადია ვეჭიდავები, ესე ვთქვათ, მაგრამ ნუ ხა ჭიდაობა ცოტა რთულია. თუმცა რაღაცეების შეკავება მაინც გამოდის და თუ დღეს არის მაინც ნებაყოფლობითი საქართველოში, ეს ესეთი ჩუმი ომის დამსახურება არის. თუმცა ჩვენ გავხდით მოწმე, რომ ნებაყოფლობითობა არაფერში არ იყო. გვახსოვს ის COVID პანდემიის პერიოდში, როგორ გვექცეოდნენ. გარდა COVID პანდემიის პერიოდისა, ბოლო პერიოდში ძალიან გაამკაცრეს ჩვენთან და აშანტაჟებენ მშობლებს უბრალოდ. იგივე სკოლებში, ბაღებში ურეკავენ, აწიოკებული ყავ მშობლები, რომ მოიყვანეთ ბავშვები ასრებზე, მოიყვანეთ პაპილომას ასრებზე, რომ ეს ავალდებულოა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენი კონსტიტუციით ეს არ არის მეგობრებო სავალდებულო. და სკოლებში საერთოდ არ არის საჭირო. აი ბაღებზე კიდე არის რაღაცა ესეთი ბრძანება ძველი, რომლითაც ბაღები ითხოვენ, განსაკუთრებით კერძო ბაღები. მაგრამ ეს დირექციის გადასაწყვეტია და არავინ არ მოგატყუოთ. თქვენ გაქვთ უფლება მონიჭებული ჩვენი კონსტიტუციით და ჩვენი ჯანდაცვის კანონით და ჩვენ გვაქვს იმის საბუთიც, როცა მიუმართეთ აი რომელიღაც ადვოკატმა თემურ ლომიძემ მიმართა 2 წლის წინ და კითხვა დასვა, რამდენად სავალდებულოა პაპილომავირუსი და კოვიდი და ჯანდაცვიდან ოფიციალური პასუხი გვაქვს, რომ არც ერთი აცრა არ არის სავალდებულო. ეს მათი ხელმოწერით არის. ეს რაც შეეხება იურიდიულ საკითხებს. ეხლა მე მინდა აუხსნა მოსახლეობას, რატომ აი ამ ტრამპის ბრძანებაში რომ არის ის რომ ესეთი პუნქტი, რომ აი ეს წითელა წითურა ყბაყურას აცრა, რომელშიც ეს 3 კომპონენტი შედის,
რატომ უნდა გაკეთდეს ცალ-ცალკე? რას ნიშნავს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ხშირად ოპონენტები ამბობენ ხოლმე და დედები წერენ აი სოციალურ ქსელებში, რომ ადრე ჩვენ ვიცრებოდით. მეგობრებო, ჯერ ერთი ადრე იყო სხვა ვაქცინები. ისინი იყო კარგად გამოცდილი და იყო საბჭოთა კავშირში დამზადებული. საქართველოში სხვათა შორის მზადდებოდა, იყო მაღალი ხარისხის და იყო კარგად დასუფთავებული. დღეს თანაც მთელი საკავშირო და რესპუბლიკური ინსტიტუციები მუშაობდნენ მის დახვეწაზე. კი ბატონო, დახვეწაზე წლობით გამოცდილი იყო ყველაფერი. და 1000 ექსპერტიზას გადაიოდნენ. და მე კეთდებოდა როგორ თუ გახსოვთ, ვინც ხართ აცრილები, გიკეთებდნენ ერთ აცრას, მე გადიოდა რამდენიმე თვე გიკეთებდნენ მეორეს, შემდეგ გაკვირდებოდნენ, შემდეგ გიკეთებდნენ მესამეს და ესე შემდეგ. ესე რომ ერთდროულად უკეთდებოდეს ბავშვს მით უმეტეს რამდენიმე ვაქცინა ერთად და შეყავდეთ რამდენიმე ვირუსი. ესეთი რამ არ ყოფილა. ამიტომ არ ყოფილა არც აუტიზმი, არც ამდენი გართულებები. ანუ ბავშვის ორგანიზმი ასწრებდა მონელებას იმ ვაქცინების შეგუებას, ესე ვთქვათ, ხო? იმ დროის მონაკვეთში. იმ დროის მონაკვეთში. და ეხლა ეს დრო რამდენად შემცირდა? ეხლა ერთდროულად კეთდება ერთ ნემსში. ერთში კეთდება ყველაფერი. ერთ მისვლაზე კეთდება ყველაფერი. ესე იგი ზოგჯერ 6 და 7 აღწევს ერთდროულად გაკეთებული და კერძოდ რაც შეეხება წითელას ვაქცინას, რომელზეც ეხლა ამხელა ბუმია ატეხილი ჩვენთან და ამითი სპეკულირებენ, ესე ვთქვა და აშინებენ მშობლებს. ამ ვაქცინაში მეგობრებო შედის 3 ცოცხალი ვირუსი. არა მკვდარი, არამედ ცოცხალი. და ბავშვის ორგანიზმი არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღოს, ან სადგინახია თქვენ, რომ 3 სერიოზული ინფექციური დაავადება ერთდროულად შეხვედროდეს ადამიანს. ესეთი რამ არ არსებობს უნებაში. და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ კარგად დაიმახსოვროთ. ეხლა არის წარამარა რევაქცინაცია, რამდენიმე წელიწადში იმეორებენ, ზოგიერთ რამდენიმე თვეში. ესეც არ არის სწორი. იმიტომ რომ ნახეთ, თუ კი ადრე ვინმეს ემართებოდა იგივე წითელა, ხო? ახლობლებს, მეზობლებს მიყავდა თავიანთი ბავშვები და მიდიოდნენ რომ დამართოდათ ეს წითელა. და მოეხადა, იმიტომ რომ ბუნებრივად გადატანილი წითელა, ან სახადები, იმიტომ ქვია აი ამ წითელა, წითურა, ბაყურას და ასე შემდეგ, ამ ხუთ სახადს, რომ ესენი ერთხელ რომ მოიხდიდი, ცხოვრების ბოლომდე აღარ დაგემართებოდა. დაზოული. იყავი გარანტირებული, რომ არ დაგემართება. ანუ ეს იმუნიტეტი იყო მდგრადი. ხელოვნურად ვაქცინებით შეყვანილი იმუნიტეტი არის ძალიან არამდგრადი, თუ კი საერთოდ არსებობს. ეხლა გარდა იმისა, რომ ეს ვაქცინები კეთდება არასწორად, აი ამ ინტერვალის გარეშე, რასაც ტრამპმა გაუსვა ხაზი აი ამ ბრძანებით და აი კენედის პროექტით რაც არის, ესე ვთქვათ, გარდა ამისა, არის კიდე ერთი მომენტი. მე მინდა დაგისვათ კითხვა ესეთი. აი დასრული კაცი ხარ, ხო? იცი შენი ორგანიზმი მეტნაკლებად რაზე რეაგირებს, ხო? აი იცი თუ არა, გაქვს თუ არა მომატებული მგრძნობელობა კალციუმის ფოსფატზე, ალუმინის ჰიდროქსიდზე, თიომერსალზე, პოლისორბატ 80-ზე და ფორმალდეჰიდზე. დამცინით. არა, არის ხო? არა. და გეკითხები ახლა იმ ადამიანებს, რომლებსაც აიძულებენ, რომ გაიკეთონ, იმ სტომატოლოგები იქნებიან თუ გასტროენტეროლოგები თუ სხვა სახის ექიმები თუ კვების ობიექტის თანამშრომლები. იმათ რომ უკეთებენ, ეკითხებიან, იკვლევენ, აქვს თუ არა მომატებული მგრძნობელობა. და მით უმეტეს ახალშობილ ბავშვს, რომელსაც პირველი 12 საათის განმავლობაში უკეთებენ აი ამ ბექ ჰეპატიტის აცრას. იციან, აქვს თუ არა მომატებული მგრძნობელობა ამ კომპონენტებზე? ხო, დამეთანხმები რომ არ იციან, ხო? და უკეთებენ. კარგი. მაგრამ ეს უწერია პირდაპირ ინსტრუქციაში და რატო უწერია? იმიტომ თუ რამე გართულება ექნა, თუნდაც მომავალში, დაბრალდეს იმას, რომ მგრძნობელობა აქვს ამაზე და თქვენ გახსოვთ, რომ იგივე კულუმბეკოვი გამოდიოდა და ასახელებდა რამდენიმე ნივთიერებას და ამბობდა, რომ ეს რეაქცია ვაქცინაზე კი არ არის კოვიდის ვაქცინაზე, არამედ არის ამ და ამ კომპონენტებზე. Ну, აი ეს არის აქედან გამომდინარე. და ეს ინსტრუქციები საიდან მოდის? ალბათ თენა უთხრათ ესეც მაყურებელს. მათ ინსტრუქციებში გადაშალ უნდა წერია პირდაპირ, რომ ეს არის უკუჩვენება. ინსტრუქციები ეს იმ შავი კაცის ჯანმოსიანო
არა, თვითონ ფირმას უწერია თავის ინსტრუქციაში. თვითონ ფირმას უწერია. თვითონ ინსტრუქციაში უწერია. ანუ თავს იზღვევენ ამაზე. ეს ერთი, ამიტომ ტრამპი წავიდა, ანუ კენედი, ამ შემთხვევაში ტრამპს როცა ვახსენებ ეს კენედია ფაქტიურად, წავიდა ზუსტად იმის წინააღმდეგი, რომ სამშობიაროში არ უნდა გაკეთდეს არც ერთი აცრა. იქ ამერიკაში ჩვენგან განსხვავებით BCG-ს არ კეთდება. კეთდება მარტო B ჰეპატიტი პირველ 12 საათში. და თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ B ჰეპატიტი ეს ითვლებოდა ყოველთვის მეზავების და ნარკომანების დაავადებად. ანუ ის გადადის ან სექსუალური გზით, ან გადადის სისხლით, რომელიც არის დაავადებული. ამ შემთხვევაში ხა რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, სანამ ადამიანი არ დაიწყებს სექსუალურ ცხოვრებას, მანამდე არ დაემართება ბუნებრივია, ხო? რაც შეეხება სისხლს, სისხლის გადასხმას თუ დაჭირდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი და უნდა გააკონტროლოს ის სისხლის ბანკები, რომლიდანაც მოაქვს სისხლი. ანუ დონორი უნდა იყოს კარგად შემოწმებული. ეს ვაქცინა შეიქმნა 1986 წელს. და შეიქმნა იმისათვის, რომ გაეკეთებიათ იმ დედებისთვის, რომლებსაც უკვე ჭირთ B ჰეპატიტი, მაგრამ გაირკვა, რომ ამისათვის ხომ უნდა ჩატარდეს სკრინინგი, ანუ გამოკვლევა დედას ჭირს თუ არა და ეჯდებოდა ზვირი. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ გაუკეთონ ყველას, მერე სად ვეზებოთ, ვაი თუ ნარკომანი გახდეს ან მეძავი და როდესმე დაემართოს და ბარემ აქვე არიან, მერე სად ვდიოდ და ეხლავე გაუკეთოთ. ნუ აბსურდამდე მისული სიტუაცია. ამიტომ თქვენი ბავშვი რო იბადება, მას უკეთებენ აი ამ B ჰეპატიტის ვაქცინას. ანუ რა ხდება ბავშვი პირველი რას აკეთებს ბავშვი რო იბადება? სუნთქვას იწყებს, ხო? ანუ სწავლობს სუნთქვას. მეორე რას აკეთებს? იწყებს წოვას. ანუ იწყებს გამოკვებას, ხო? იმისათვის რომ ის გამოიკვებოს, ის რომ მოწოვს ის ხსნილი იქნება ჯერ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის და შემდეგ უკვე დედის რძე იქნება თუ ხელოვნური საკვები, იმის მონელება სჭირდება ფერმენტები. ფერმენტებს გამოყოფს რა პანკრეასი და ღვიძლია რა. და რა ხდება? პირდაპირ პირველ 12 საათში ბავშვს უავადებენ აი ამ ორგანოს, ღვიძლს. ანუ რა არის აცრა? აცრა არის მცირე დოზით შეყვანა პათოგენური ნივთიერების, რომ მასზე განვითარდეს იმუნიტეტი, ანტისხეულები, ხო? რომელიც არაფერში არ ჭირდება. ამიტომ იგივე ტრამპმა თავის გამოსვლაში არაერთხელ თქვა ეს, რომ ეს უნდა გადავიტანოთ იმ ასაკზე, როდესაც ადამიანი უკვე მომწიფდება სექსუალურად და ეს ასაკი უნდა იყოს მინიმუმ სადღაც 15-16 წლით ადრე ხდება ეს ყველაფერი, ხო? ხო, დაახლოებით, ნუ აიღეს 12 წელი, რომ დაახლოებით 12 წლის მერე. მაგრამ არის კიდე ერთი რამ, რომ 5 წლამდე ბავშვს საერთოდ იმუნიტეტი ჯერ არ აქვს, 5 წლისთვის მეტნაკლებად უყალიბდება და თუ კი საერთოდ აცრები უნდა გაკეთდეს, უნდა დაიწყონ აი ამ დროიდან და არა 5 წლის შემდეგ. 5 წლის შემდეგ. და საბჭოთა პერიოდში როგორ იყო რა პერიოდიდან იწყებოდა? მე მგონი ცოტა გვიან. სადა, საბჭოთა კავშირში. სხვადასხვა ასაკში იყო. ხო, მაგრამ არა ჩვილი. არა ჩვილის რა თქმა უნდა. თუმცა BCG-ზე ცრიდან ჩვილის, მაგრამ იგივე BCG-მ ვერ დადო ის მონაცემი, რომ აღმოიფხრა ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის აღმოფხრა მოხდა უკვე სხვა მიზეზების გამო და კიდევ ერთ რამეს გეტყვით მეგობრებო. როცა თქვენ სულ იმას გიდუდუნებენ, რომ აი რო დაემართოს წითელა მოკვდება, ან რომელიმე სახადი დაემართოს ინფექცია. და მოყავთ მონაცემები ძველი დროის. ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ძველ დროში არ იყო გამოგონებული არც ანტიბიოტიკები, როცა ხალხი იხოცებოდა ამ ეპიდემიებით, ხო? არ იყო კლინიკები, არ იყო წვდომა ექიმებთან. რატო ვადარებთ იმ დროს და ამ დროს? მაშინ რას აკეთებენ ეს კლინიკები და რას აკეთებენ პედიატრები? თუ ბავშვს დაემართა, თქვა, რთული ფორმის წითელა, ან რომელიმე ეს დაავადება, ამისთვის არის საავადმყოფო, ამისთვის არის წამლები, ამისთვის არის გადასხმები და ასე შემდეგ და არიან ექიმები ყოველ შემთხვევაში მათ უნდა იცოდენ ამის მკურნალობა, ხო? და თქვენ ალბათ გახსოვთ უმრავლესობას, რომ ჯერ კიდე კოვიდამდე 2016 წელს იყო დიდი პანიკა წითელაზე და აქ შემოიტანეს მერკის ფირმის ვაქცინა. სხვათა შორის შემოტანილი იყო არადარეგისტრირებული უკანონო გზით მაშინ. და მაშინ ჩვენ ეს შევაჩერეთ, იმიტომ რომ მაშინ ვესაუბრებოდით როგორც იმნაძეს, ასევე სტუდენტების წინააღმდეგობა იყო, აკადემიის სტუდენტები გამოვიდნენ და შეჩერდა. მაშინ ბრძანებაც მაქვს შენახული, უნდა ყოფილიყო სავალდებულო
ყველა საცრავ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს გრიპით, ხო? თავრობის, კი, თავრობის ბრძანება იყო. ეს ვის დროს ხდება? ვინ იყო მაშინ? დაახლოებით რამდენი წელია? ეს იყო 16 ან 17, მე მგონი 16 წელი იყო. ამ ხელისუფლების დროს, კი ბატონო. და ამას განაგებდა და მართავდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რა თქმა უნდა, და მას ენდობოდა მთავრობა, ბუნებრივია. ხა არ არიან პროფესიონალები და პრემიერმა არ უნდა იცოდეს, ხო? ვაქცინაცია და ესეთი კონტროლის კანტორიდან მოდიოდა ასე. რა თქმა უნდა, იმ კანტორიდან, რომელიც და რა შეიყო საქმე, იცით? მაშინ ზუსტად რომელიც გებრეიუსის და ფაუჩის იმებიდან იღებს დაფინანსებებს და სტიპენდიებს და ასე შემდეგ რა, დანამატებს. და ნახე რა მოხდა გიგლა. ძალიან საინტერესო რა მოხდა. მაშინ კენედის ორგანიზაციამ უჩივლა მერკის ფირმას და მოთხოვა დოკუმენტები, როგორ არის გამოცდილი ეს ვაქცინები. და აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში არანაირი გამოცდები ვაქცინებზე აღარ ტარდებოდა. ანუ 33 წელი, რაც მათ მიიღეს პრეზიდენტისგან, ამერიკის პრეზიდენტისგან ინდულგენცია, ესე ვთქვა, და განთავისუფლება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ისინი უბრალოდ გაგულავდნენ და დაიწყეს პირდაპირ სხვადასხვა ვაქცინების გამოშვება. გამოცდის გარეშე ფაქტიურად. იგივე ბეგაპატიტის ვაქცინა გამოცდილი იყო 240 ჩვილზე 4 დღის განმავლობაში დაკვირვებით. ეხლა მე შენ გეკითხები, 4 დღის განმავლობაში ჩვილს რა უნდა შეეტყოს? ხო? ის რაც ახასიათებს უკუჩვიმაში, გართულებებში რაც უწერია, თქვა სიბრმავე მხედველობის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციების მოსვლა, 4 დღის ჩვილს რა უნდა შეეტყოს ამ პატარა ჩვილს, ხო? ბავშვი თუ აყვიტლა კიდევას, ეს დაბრალდება რას? ფიზიოლოგიურ სიყვითლეს და არავინ არ გეტყვის, რომ ვაქცინის ბრალია, ხო? ეხლა გარდა იმისა, რომ შეყავთ ეს ტოქსინი, როცა ტოქსინი შედის ორგანიზმში, ორგანიზმი ცდილობს მის განეიტრალებას, ხო? აქედან იწყება რეაგირება ორგანიზმის. რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს მზად. ჩვილის ორგანიზმი არ არის მზად ამისათვის. ეს ვაქცინები და ამიტომ დეზინტოქსიკაციას ვერ ახდენს. არა აქ ამის ძალა. გარდა ამისა, ის შეიცავს ყველა ვაქცინა აბსოლუტურად, შეიცავს ადჯუვანტს, ალუმინს. ეხლა რას ქვია ადჯუვანტი? ადჯუვანტი არის ქვია გამაძლიერებელი, რისი გამაძლიერებელი. ეს ალუმინი შედის თავის ტვინში, ეს არის გამიზნული, რა თქმა უნდა, იწვევს იქ რომელიღაცა მონაკვეთის, ტვინის მონაკვეთის გააქტიურებას, აღზნებას და ანთებას. და ის ანტისხეულები გამოიყოფა ამ შემთხვევაში უკვე ამ ანთებული, გაღიზიანებული იმის მონაკვეთის წყალობით და მე ეს არსად არ მიდის, ის იქ რჩება. ამიტომ არის, რომ ბავშვების უმრავლესობა არის ჰიპერაქტიული თუნდაც. მე არ ვლაპარაკობ, რომ ყველას აუტიზმი ემართება ამის შედეგად. მე ვამბობ იმას, რომ ჰიპერაქტიულობა ბავშვების და სხვადასხვა დაავადებები, იგივე დიაბეტი, იგივე სიმსუქნე, იგივე ქცევის საქციელის რაღაც ანომალიები. ეს არის პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ აი ამ ტვინის ფუნქციები, რაღაცა მონაკვეთების არის დარღვეული. ეს მოსახლეობამ უნდა იცოდეს. დიახ. აი ეხლა მე ცოტა გვიანვაპირებდი ამ შეკითხვის დასმას და ამ სტატისტიკის საკითხს, ალბათ მთლიანად მე კიდევ ერთი მინდა სისტემატურად ვაკირდები თქვენს გვერდს, იმიტომ კი რომ გადაცემაში მოგიწვიეთ ეხლა არა კოვიდის პერიოდიდან მოყოლებული, იმიტომ რომ თქვენი სამართლიანი ხმა ყოველთვის ისმოდა და ანალიტიკური შეფასებები, სწორი, ობიექტური და ასე შემდეგ. აი ესეთი მონაცემები, რომელიც მინდა რომ საზოგადოებას აუხსნა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებს, დედებს, განსაკუთრებით და უთხრათ, რომ გავაფრთხილებ მე თქვენი კომენტარი მინდა მოვისმინო ამ თემასთან დაკავშირებით. აი რა წერია ვინმე ბატონი კახი გაჭარავა წერს, რომ აი რა შეყავთ ჩვილის ორგანიზმში სიცოცხლის პირველი 6 წლის განმავლობაში, ანუ ბავშვის ორგანიზმში პირველი 6 წლის განმავლობაში. და თუ დაიცავთ ბავშვობის ვაქცინაციის სრულ გრაფიკს, თქვენი შვილი მიიღებს ყველა ამ ნივთიერებას კუმულაციური რაოდენობით, რომელიც პირდაპირ მის სისხლში შეყავთ. მე უბრალოდ ნება მომიცი ხა წავიკითხო ეს თქვენიდან და ის ხა რაოდენობებს ალბათ ძირფასმაყურებელო თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი დაახლოებით რაზეა საუბარი. პრაქტიკულად რა შეიცავს ის ვაქცინები, რომელიც შეყავთ? შეიცავს ანტიფრიზს,
ნეიროტოქსინს, აბორტირებული ძროხის სისხლს, კანცეროგენს, ბალზამირების აგენტს, დაფქული ცხოველის ჩონჩხს, ადამიანის სისხლს, გლუტამატი, რომელიც იწვევს სიმსუქნეს და დიაბეტს, აბორტირებული ადამიანის ნაყოფს, ანტიბიოტიკს, კანცეროგენს, ქლორიდი, რომელიც გამოიყენება ლეტალურ ინექციებში, ფოსფატეინონ, იგივე თხევადის სასუქი, საკვების სოდა, ბორაქსი, რომელიც გამოიყენება მეაქციეთ ყურადღება ტარაკნების კონტროლისთვის. ნუ ნახეთ რა, მომავალ დედებს მიმართავ და მშობლებს განსაკუთრებით ტარაკნების კონტროლისთვის. ქლორიდი, იგივე სუფრის მარილი, საკვების დანამატი, ტოქსიკური ნებისმიერი ფოსფატი, რომელიც ტოქსიკურია ნებისმიერი ორგანიზმისთვის, მონოჰიდრატის უცნობი რაოდენობა ტოქსიკურია ასევე ნებისმიერი ორგანიზმისთვის, სორბიტოლი, რომელიც არ არის გამოყენებაში, იმიტომ რომ ინექციას არ მოადგენს, ცილა, ანუ სოკო, მეტაბოლური ნარჩენები, შარდოვანი მეტაბოლური ნარჩენები, ადამიანის შარდის პროდუქტი და სხვა ქიმიური ნარჩენები. აი ეს ყველაფერი არის დაფიქსირებული ამერიკელი პროფესორის ტოდ ელსნერის წიგნში და ამ წიგნის სათაურსაც წაგიკითხავთ ახლა რა არ სურთ ფარმაცევტულ კომპანიებს რომ იცოდეთ ვაქცინების შესახებ. ანუ თუ თქვენი შვილი ასე პრაქტიკულად აი ამ სათაურით გამოცემულ წიგნში სამწუხაროდ ქართული თარგმანი ამ წიგნის არ არის, რამდენადაც ვიცი, მარტო ამ წიგნში არ არის, არ არის, ხო. და ესე იგი თქვენი შვილის ტვინი, იმუნური სისტემა და განვითარებადი ორგანოები ამ ქიმიური სუპით ივსება მანამ სანამ ისინი ლაპარაკსაც კი შეძლებენ. და აქვე არის საუბარი, რომ წაიკითხეთ და გაიაზროთ. აი მეც წავიკითხე, მე გთხოვ თქვენ გაიაზროთ და თქვენ უთხრათ მომავალ დედებს და აქვე შევეხები იმ თემასაც, რომელიც აუცილებლად უნდა დაგისვათ. უკვე ქართულმა ამ კოვიდ ფაშისტებმა მე არ მომერიდება ამ სიტყვის თქმის და თქვენი ნება თუ დამეთანხმებით არა, თქვენ უზარმაზარი წვრილი მიგიწვით ამ ბრძოლაში და ხალხის გამოფხიზლებაში და სწორად ინფორმირებაში ჩვენ წინა გადაცემა პრაქტიკულად გაგრძელება იმ გადაცემის ქალბატონო თინა ხომე თანხმებით აქ ყავდა ჩვენ აი იურისტი ბატონი სვიატო მარაძე და ექიმი თინათინ გოცაძე და მშვენივრად ავხსენით ყველაფერი ეს ამ სერიალის გაგრძელება და ჩვენ ამას მართლა ამ საკითხს საკმაოდ ღრმა და მასშტაბურ დონეზე გავარვევთ, იმიტომ რომ ეს გასარღვევია ქართულმა კოვიდ ფაშისტებმაც უნდა აგონ პასუხი, როგორც მიმდინარეობს ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც დაიწყეს გამოფხიზლება და უკვე ნახეთ რა დაიწყეს. აი მე მომხვდა ამას წინა და ჩვენ საუბრობდით კიდეც ეთერში შემოსვლამდე იმის იაშვილის კლინიკის დირექტორია თუ სწორად მახსოვს და მე მგონი მახსოვს სწორად ივანე ჩხეიძე, რომელიც უკვე გამოჩნდა აუდიტორის დედათა, მომავალ დედათა აუდიტორიის წინაშე და დაიწყო მათი დამუშავება, ანუ კოგნიტურ დონეზე, შემცნების დონეზე ასნობს, რომ ამის garaშე თითქოს არ შეიძლება. აბატონო რა შეყავთ? აი ამასათო ეუბნება ბატონი ჩხეიძე. და თუ სრული ექნება, მობრძანდეს საქართველოს დიდ გაერთიანებაში. ჩვენ დავუსვამთ ჩვენს ექსპერტებს და აქ დაიწყოს და აქ ელაპარაკოს. შეგვიძლია დედებიც მოიყვანოთ იგივე კონტინგენტი, რომელსაც მან მიმართა იქ. ესე უტიფრად ატყუებს ეხლაც ამ დედებს და უტიფრად ატყუებდა მაშინაც. მაგრამ ამაზე ჩხაიძისნაირ ტიპებს, კულუმბეკოვებს, ფხაკაძეებს და კიდევ ეგრეთ წოდებულ ჯანმოს ექსპერტებს პასუხი არ უგიათ. არ მოგვითხოვია ჩვენ არც სამართლებრივად პასუხი მათთვის. არც ნუ პუბლიცისტურად კი ვთხოვდით. და თქვათ კოლეგიალურ დონეზე თქვათ თქვენი იმებით, მაგრამ პასუხი არ უგიათ მათ. აი ფაუჩის როლში უნდა ჩავაყენოთ ეს არამზადები და ისე უნდა მოვთხოვოთ პასუხი. და ნახეთ ამის ნაცვლად ივანე ჩხეიძე გამოაგორა ახლა გამყრელიზის კანტორამ, გამოაგორა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ჩვენსნი შვილიშვილების და შვილების მომავალ თაობებს ასე ვთქვათ, ხო, წამლავენ ამ თავით. აბატონო რა შეყავთ? ეს არ არის არც ქართული ექსპერტის მოგონილი, არც აგერ არის ცნობილი ექსპერტია, წიგნი გამოსულია, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ამ სათაურს. იგლა მაგ ჩამონათვალში არ არის ყველაფერი მოცემული, რაც შედის ზოგიერთ ვაქცინაში. ხო, აი, დაამატეთ ქალბატონო თინა, თქვენ ამის ექსპერტი გზანდებით, დაამატეთ, შემოკარგო და უთხარით მომავალ დედებს, აი რას უკეთებენ. ნახეთ შედარება გააკეთა ქალბატონმა თინამ, აბა მივაქციოთ ყურადღება საბჭოთა პერიოდში ეს წლები გრძელდებოდა. გავლილი ქონდა ექსპერიმენტები. ეხლა
ბარემ აქვე ვახსენებ იმასაც მომხდა BBC-ს გადაცემა BBC-ზე გავიდა გადაცემა 2025 წლის 22 ივნისს მაისს ზუსტად და იქ ცნობილი ამერიკელი ექიმი მეორე ამერიკელ კოლეგას ელაპარაკება კეტი კაია მაგისი გვარი და ვიღაცა დაუნი თუ რაღაცა ეგეთი გვარი აქვს ის ლაპარაკობს რომ ამერიკის მედიცინამ აი კოვიდის პერიოდში ამ გავრცელებული ტყუილების და რაღაცების გამო ნდობა დაკარგა ესე იგი ნდობა იქ დაკარგეს მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში ამ თქვა კოვიდისტებმა და გივანი ჭხის ისევ არის გამოგორებული და ისევ აწვება ამ ვაქცინაციას რაღაცა პროგრამულ რაღაცებს ასრულებს შეკვეთას ეხლა ამიტომ კიდევ ერთხელ მიმართა მობრძანდეს აქ ეხლა თქვენი კომენტარი მაინტერესებს აი ეს ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე მე კი არა ნუ რაც აქ ჩამოთვლილი აქვს ამ პროფესორს ეს ყველაფერი ბავშვის ორგანიზმში რო შეყავთ ანუ სრულდება ესე გეგმოზომიერად მიმდინარეობს კაცობრიობის შემცირება პოპულაციის შემცირება და ამის გაგრძელება ეს პროგრამაც და ამ დროს ისევ აგერ ქართველი ექსპერტები თავისუფლებას აძლევენ თქვენი კოლეგები თავისუფლებას აძლევენ ესე უტიფრად ტყუილი ინფორმაციით, ინფორმაციით მოწამლონ მომავალი დებები. ეხლა ნახე რა ხდება მეც ნახე ეგ სიუჟეტი, იმედზე იყო თუ არ ვწდები. და იქ ხო არა, კარგად იყო გაპიარებული და პოზიცია გადახდილი აქვს გამაში, რა თქმა უნდა, ეს იცის გამყრელიძეს არ ეშლება ეს. და საქმე იმაშია, რომ აქ გვაქვს ორ ტყუილთან საქმე. ესე იგი, ეს არის იმ ეგიდით, რომ ჩვენთან არის ინფორმირებული თანხმობა. ანუ მშობელს უნდა მიეცეს სრული ინფორმაცია, ეს ამას ნიშნავს, როგორც დადებითზე, ისე უარყოფითზე. უნდა იყოს მისი გართულებები და უნდა იყოს ინფორმაცია, რომელსაც ის გადახარშავს, აწონდაწონის და მერე თვითონ მიიღებს ამ ინფორმაციას აწუდეს ვინმე, ცხადე არა. მარტო მაგის ინფორმაციას კი არა, საკმარისია მე რაც წავიკითხე ის ინფორმაციაც რომ მიეწოდოს და გარდა ამისა, მაგის გარდა კიდე ბევრი სხვა რაღაცა შედის. მან რაღაც ცოტა არის საკმაოდ. უარესი ალბათ რაღაცა. არა, ბევრად უარესი იქ მაიმუნის თირკმლის ნარჩენები შედის. რა შედის? მაიმუნის თირკმლის ნარჩენები. მომავალო დედებო და მამებო. იგივე რელიგია. თქვენ შვილებს, მომავალ შვილებს, რომელსაც აცრიან მაიმუნის თირკმლის, დაავადებული მაიმუნის თირკმლის. დაავადებული მაიმუნის თირკმლის რაღაცა შედის კიდე. აი მან დრო წერია, რომ ნააბორტალი ბავშვის ნაყოფის ის შედის ელემენტებიო. აღმოჩნდა რომ კერძოდ მაგალითად წითელას ვაქცინა რაზეც კეთდება, ეს არის 1965 წლის აბორტის შედეგად მიღებული მამრობითი სქესის ნაყოფის გენი დნმ შედის და აღმოჩნდა რომ შიგ არის 65 პათოლოგიური გენი, მათ შორის სიმსივნე. და აი ეს შეყავს ბავშვის ორგანიზმში, ანუ აი ეს უცხო დნმ. და მე მინდა დაუბრუნდე ის აი ბ ჰეპატიტის იმას ვერ დავამთავრე. არა, ერთი წუთი ქალბატონია, ისე ვერ გაგიშვებთ. არა, მოიცა ინფორმირებული თანხმობა. ნახეთ, თუ დედებს ცალმხრივად მეაწვდიან, ყველა ხო არ არის ვალდებული სამედიცინო განათლება ქონდეს, ჩახედული იყოს. ახალგაზრდა ბავშვები არიან, მომავალი დედები, ხო კაცო? აქ ცალმხრივად აძლევენ, ეუბნებიან რა მოხდება იმ შემთხვევაში. რა მოხდება, მაგრამ აი ესენი რო შეკავთ, ამას არ ეუბნებიან. ესე იგი, მაგას არ ეუბნებიან. შეგნებულად სრულობენ? რა თქმა უნდა. ესე გამოდის. გესმით? ბატონებო და ქალბატონებო. თქვენს კოლეგებს მიმართავ რა ქალბატონო თინა. ცოტა ნამუსი ქონიათ ბატონებო. რას უშვებით ამ მომავალ თაობას ვერ გავიქ. რას ნიშნავს ეს? მე ხლა პუბლიცისტურად ვაჟღერებ ამ ყველაფერს. მეორე ტყუილი. რა ინფორმირებული თანხმობა? ატყუე და მე რეგინდა თანხმობა მოიპოვო? არ არის რა თქმა უნდა და საქმე იმაშია რომ მეორე ეს არის პირველი ტყუილი და მეორე ანუ ის რომ ინფორმაციას ცალმხრივად აწვდიან. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ზეწოლას აკეთებენ. დამახინჯებული ინფორმაცია. და მეორე ტყუილი ის არის რომ უმალავენ, რომ ეუბნებიან რომ წითელაზე აცერი. ეს არ არის წითელაზე აცრა. აქ შედის ვიმეორებ 3 აცრა ერთდროულად. 3 ვაქცინა, ანუ 3 ცოცხალი ვირუსის ვაქცინა. ამას არ ეუბნებიან, მარტო წითელაზე კეთდება აქცენტი და დედას გონია რომ აი წითელა არის მხოლოდ, არა. ამიტომ უნდა იყოს ეს გაყოფილი. მე არა ვარ წინააღმდეგი, ცით რა არის გიგლა. ბევრმა ახლა დაწერა ამ ტრამპის განცხადების მერე რომ უყურებს სოციალებში რომ სულ უნდა ამოეღოთ აეგრძალათ ვაქცინები. ეს არ არის მეგობრებო სწორი. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს უნდა ასრა ჯერა ამისი
აისრას კი ბატონო, მაგრამ აისრას ისე რომ ბავშვს არ ავნონ. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და ჯანდაცვამ, რა თქმა უნდა. ამისთვის არის ეს ბრძანება. ანუ კენედის მომზადებული რეფორმა, რომელიც უბრალოდ დაადასტურა ტრამპმა. ეს არ არის ტრამპის მოგონილი სადღაციდან და კენედის უკან დგას მსოფლიო მოაზროვნე მეცნიერების მთელი გუნდები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ თემაზე და აპროტესტებენ. უბრალოდ კენედის ეხლა მიეცა საშუალება, რომ ეს ასე თუ ისე დააკანონოს, ცადოს ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვს, რა თქმა უნდა, ფარმასგან, ბილ გეიტსისგან, ჯან მოსგან და ადგილობრივი პედიატრებისგან, რომლებიც ამითით ცოცხლობენ და სურნგულობენ. ანუ ფინანსდებიან და დაფინანსება არის ძალიან სუყე. მილიონებზეა მეგობრებო ლაპარაკი. აღარ ვლაპარაკობ გამომშვებებზე. და თქვენ ისეთი მომიტევეთ სანამ გადავალთ სხვა საკითხის აქ უნდა მივმართო. ვერ დავამთავრე. არა ერთწუთი, აი უნდა მივმართო ისევ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც არ არის დარგის სპეციალისტი, ეს ცალკე თემაა და ცალკე საკითხია, მაგრამ კარგი მენეჯერი ხო არის, კაც ხო აქვს ამაზე პრეტენზია ყოველ შემთხვევაში. მე მინდა მივმართო მას. აი გამოგზავნეთ ბატონ მიხეილ როგორც მინისტრმა ითავეთ ეს საქმე, მე როგორც პუბლიცისტი მოგმართავთ თხოვნით და მე მოთხოვნაზე გადავალთ. გამოგზავნეთ თქვენი ექსპერტები, რომლებიც უწევენ ამას მხარდაჭერას, აგერ დახვდებით ჩვენი ექსპერტებით ქართულთა დიდი გაერთიანების საბჭოში, სტუდიაში და აუხსნათ მოსახლეობა სახდება. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს, რომელიც ძალიან ჩქარობს ჯანმოს რიგებში გაწევრიანებას, მათი ინსტრუქციების და რეკომენდაციების გატარებას პირუთვნელად, სწორად, პირდაპირ. ეს ცალკე უბედურებაა. ეს ცალკე უბედურება, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვახსოვს ქართულ საზოგადოებას ყველას პრაქტიკულად. ვამესე COVID აფიორის პერიოდში რა მოთხოვნები იყო, მე წახალისებები იყო და ასე შემდეგ და შემდეგ. ანუ რას მინდა მივმართ? აი ამ ხელა ინფორმაციას გაწვდით ქალბატონი თინა და ყოველთვის გაწვდიდათ სხვა ანტივაქსერი ქალბატონები ესეთი დეფასი ექიმები და პროფესიონალები და ნახეთ საზოგადოება ამას სწორად იღებდა, ანუ პრაქტიკულად აცრელებმაც დაგიწყეს უკვე მადლობის გამოცხადება, ხო? საზოგადოება სწორად იღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა მიყვებოდა იმ პროტოკოლს, რომელიც მოდიოდა იმ შავი კაცისგან, ჯანმოსგან და ამ ჯანმოში ჩვენ ნაცვლად გამოსვლისა და ამერიკა გამოდის უკვე იქიდან. ჩვენი პირიქით მაპატიეთ ეს ჟარგონი და იქით ვეტენებით. რატო? ამიტომ მივმართავ მინისტრს, დაანებეთ თავი თქვენ მართალი არ გესმით ეს მედიცინის დარგი და არ ხართ ამის სპეციალისტი, გვესმის ეს ყველაფერი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. ხო ყავთ იქ ექსპერტები, გამოგზავნეთ, კაცო, დავსვათ აგერ და ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან აუხსნათ საქართველოს მოსახლეობას. რატო შეადიხართ ამას? ხო გვაქვს ამის უფლება საკითხის ასე დაგანების. ეხლა გააგზავნეთ და უთხარით კიდე ეს საშინელი ინფორმაცია ხალხს იცოდეს ხალხმა სიმართლე. ეხლა მანდაც გამოტოვებულია და აქაც არ მიხსენებია. ხო, ეს გამოტოვებულია, ხო, ეს არის ერთ-ერთი რაზე დიდი ხანია კენედი და ყველა მოაზროვნე იბრძვის, ეს არის თიმეროსალი. თიმეროსალი ეს არის ვერცხლის წყალი, ვერცხლის წყლის მარილი, რომელიც არის ძალიან ტოქსიური. ეს არის კონსერვანტი. ანუ რას ნიშნავს? რომ თვითონ ვაქცინაში ცოცხალში მით უმეტეს არ გაფუჭდეს აი ეს ვირუსი, რომელიც არსებობს. ისიც ესევე გადის. ის შენახულ რომ არ გაფუჭდეს. ანუ იმას უკეთებს დაზღვევას, ასე ვთქვათ, ხო? იმას უკეთებს დაზღვევას. და ნახე რა ხდება კენედიმ წლების წინ ჯერ კიდე და მისმა ჯგუფმა გააპროტესტეს ეს და მოითხოვეს ამ თიმეროსალის ამოღება და დადასტურდა მეცნიერულად, რომ ეს არის ძალიან ტოქსიური, გადის ჰემატოენცეფალურ ჯებირს, ბარიერს და აზიანებს თავის ტვინს და ალუმინი და თიმეროსალი იწვევს კატასტროფულ შედეგებს. მაშინ ამოიღეს თითქოს ეს ხმარებიდან და აღარ შედიოდა. ნუ თქვენს რომ ნუ არ არის მავნებელი, მაგრამ რადგან ამას ითხოვენ, ნუ ამოვიღოთ და ესე გაუგორო თქვა. მაგრამ როცა კენედი მოვიდა უკვე ხელისუფლებაში და უფრო ღრმად წვდომა აქვს ახლა, რა აღმოჩნდა, ეს ძალიან საინტერესო. ეს თიმეროსალი ისევ შედის ვაქცინებში, ოღონდ როგორში. ამოიღეს მონოვაქცინებიდან, ანუ ერთდოზიანიდან, სადაც არის ერთი დოზა. რომელიც ერთ ადამიანს უკეთდება და ის სადაც არის როგორც წესი 10 დოზა ერთდროულად ის რომ გაიხსნება და გაუკეთება თქვა 5 და 5 რჩება რომ არ გაფუჭდეს ამიტომ ეს თემეროსალი ისევ შედის
ანუ მოატყუეს საზოგადოება ამითი. და ეხლა ისევ დგას ამის ამოღებაზე საკითხი, რომ გაიწმინდოს ამ თიმეროს. და ამ ტყუილისთვის პასუხს ეს თიმეროს ლაიენები და ესენი არ აგებენ. მაცალე, თორე ხალხი ვერ გაიგებს, ვერ მივიდან ჩემს საქმეს. შენ პოლიტიკური კუთხე და მე სუფთა სამედიცინო. ეხლა გარდა ამისა არ არის ნახსენები ფორმალდეჰიდი, რომელიც შედის იგივე ტიპის ვაქცინა, ჰეპატიტის ვაქცინაში და ასევე გრიპის ვაქცინაში შედის ეს ორივე კომპონენტი. და უკვე ძალიან დიდი ხანია დადასტურებულია, მე ეს დიდი ხანია ვიცი, იგივე გრიპის ვაქცინა, რომელსაც აი ესე თავგადაკლულად აპიარებენ და წელს იყო უპრეცედენტოდ ბევრი აცრები ამ გრიპის ვაქცინით. მით უმეტეს ბავშვებს არასოდეს არ ცრიდნენ და ეხლა დაიწყეს უკვე ჩვილების აცრაც 6 თვიდან. ეს ვაქცინაც ისევე გროვდება მისი ტოქსინები ორგანიზმში და იწვევს ალცჰეიმერს იმ ქვეყნებში, რომელშიც გრიპზე წარამარა იცრებიან ყოველ წელიწადს, არის მომატებული კატასტროფულად და გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ალცჰეიმერის დაავადება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ისევე როგორც დადასტურებულია, რომ აი ამ უაზრო აცრების, უსისტემო აცრების მიზეზი არის ბრალი, არის ამდენი აუტიზმი და ამდენი დიაბეტი და ქრონიკული დაავადებები ბავშვებში. ანუ მთელი თაობები არის უკვე ქრონიკული დაავადებებით გამორჩეული სხვა თაობებისაგან. და აი ამისთვის იბრძვიან, ამისთვის შეიქმნა პროგრამა გავხადოთ ამერიკა ისევ ჯამთელი, რომელსაც კენედი ხელმძღვანელობს, ეს ტრამპის ბრძანებით არის გაკეთებული. გაერთიანებულები არიან არა მარტო ამერიკელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები და ამ მოძრაობამ უკვე მიიღო ესეთი საერთაშორისო გავრცელება. და ჩვენ მივმართეთ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როცა ეს შეიქმნა, მათაც მივმართეთ, რომ მიგვიღონან და გაგვაწევრიანონ, მაგრამ ჩვენი გაწევრიანება კერძო ორგანიზაციების არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოს გაწევრიანებაზე. მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს უპირიქით აკეთებს, რაც უფრო მტკიცდება ის რომ ეს მავნეა, მით უფრო აწვევიან პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩვენ მშობლებს და მოსახლეობას აი ამ აცრებზე, იგივე გრიპის აცრებზე, იგივე ჰეპატიტზე, იგივე გეგმიურ აცრებზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც უნდა გაუკეთოს, მაგრამ უნდა იყოს ისე, როგორც აი ამ ტრამპის, ანუ კენედის მომზადებულ პროექტში არის გაკეთებული. იყოს ცალკე და მიეცეს დრო ორგანიზმს და შეიცვალოს ასაკი, როცა იწყება აცრები. ყოველ